სიზმრად ნახე დიდი კათხა შიგ ჩეხური ლუდი ესხა გურმანის ეკალს მასპინძლობს რესტორანი სტარომესტკა ასეთ პოეტურ ხასიათზე მოვედით კანდელაკის 31 ნომერში ზუსტად რო გითხრათ კანდელაკის და ბუდაპეშტის გადაკვეთაზე საბრუთალოზე აი ეს ადგილია ჩეხი მზარეული ყავთ გავიცნობთ ახლოს მის ხელსაც გავიცნობთ და ასე შემდეგ დავედი სტარომესტკაში ოჰოჰოია ჩეხური ლუდები იქნება აქ გული მიგრძნობს რაც არ უნდა გასაოცრად ჟღერდეს საკმაოდ ახლოს ვიცნობ ჩეხურ სამზარეულოს კიდევ გამარჯობა მენიუ რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი დედაქალაქშიც და ჩეხეთის სხვა ქალაქებშიც დაედავთ სრულდება წესი აქაც საერთოდ ეგეთ წესია რომ ჩეხურ რესტორანში რომ შედიხარ ლუდს არ გთავაზობენ რომ იგულისხმება ახლა ლუდის სამშობლოში ხარ დამეხმარეთ რაღაცა კერძები ვიცი ჩეხურები რაღაცები არ ვიცი და არჩევაშიო დამეხმარეთ ხომ არ მოგართვით ჩეხური რა თქმა უნდა ბუდვაიზერი გვაქვს და პრაჟიჩკა რომელს ინებებთ ბუდვაიზერი გასინჯული მაქვს და ვიცი როგორიც არის და პრაჟიჩკა არ გამესინჯავს და ამიტომ მოდით მოდავსინჯ მაშინ პრაჟიჩკას მოგართვით და რა ისა გაფილტრული ხო კი დილით საერთოდ ესეთი ლუდით უნდა დაიწყო კი ბატონო მეც მოვატანინებ და მეც დაგეხმარებ კეთილი მე ესე გადავწყვიტე უტოპენეცი ვიცი რომ რაღაც ჯერ უცნაური სახელია საერთოდ სლავური ენები ხო ერთმანეთს გავს და წარმოდგენით ახლა უტოპენეცი არის ქართულად რო პირდაპირ თარგმნო რუსულიც რომ მიაშველო ჩაძირული ანუ მადლობა რა დროს მოვიდა ლაპარაკი უნდა გავაჩერ ანუ ეს უტოპენეცი მინდა ვირჩი ხო ეხლა გადავიდეთ შემდეგ თავარ კერძებზე თუ წვნიანი ძირითად კერძებზე თუ წვნიანი რომელს ინებებ წვნიანი ჯერ წვნიანი კი ბატონო გვაქვს გულიაში პურში ტრადიციული ძალიან იმრია ჩეხური გულიაში დავედით ეხლა ძირითად კერძებს შემოგთავაზოთ დიახ მაშინ პირდაპირ გეტყვით რომ ჩეხური ტრადიციული არის სვიჩკოვა საქონლის ხორცით სვიჩკოვა ზემომზადებული პური მოყვება მასაც თეთრი და ბოსტნეულის ძირების соуსი აქვს ლუდი მითმება ნახე რეები შეუკვეთა გულაში მე ჩეხეთში მაქვს ნაჭამი ესე თლიან პურში შიგნით ეს რაც არის ამოღებული ეს ქერქია დატოვებული და შიგნით ასხამი უეჭველი თუ ჩეხი მზარეულია რა მელოდება წინ თქვენ რა იცით გითხარით აწი გეცოდინებათ ტარანტინოს კი არა და ტარანტინოსი არ არის ეგ გაი რიჩის ფილმში რო არის დენის ფარინა რო უცებ მაიამიდან გაჩნდება ბრიტანეთში აი ეგეთ ამბავში გავჩნდი ახლა უცებ პრაღაში მოვიდა უტოპენეცი შენგენაცვალე სანამ ესე იგი გემოვნების რეცეპტორებს გავაღვიძებდე ნოსვით ცხვირი აღფრთოვანდა უკვე წარმოუდგენლად გემრიელია საერთოდ ჩეხური სამზარეულო არის რაღაცნაირად აი ჩემში ასოციაციას იწვევს რომ არის ბავშვობაში რომ სოფელში ჩადიოდი და ბებორო გემრიელ რაღაცებს გახვედრებდა ხოლმე აი თავის შენახულ ჩადებულ წნილეულობას რაღაცა შენთვის რო ან პატარა გოჭუნიას წამოაქცევდნენ პატივსაცემად ან ქათამს და აი ეგ ასოციაციები მაქვს სულ ვიღაც ცნობილს არ მახსოვს ეხლა ზუსტად შეიძლება კაპკა იყო შეიძლება ანუ კლასიკოს რა ანუ წერალს აქ ესეთ სიტყვები ნათქვამი რომ ღვინო არისო სულიო ანუ სულიერებაო ლუდი არისო თავისუფლებაო აი აბსოლუტურად ვეთანხმები
ამაზე დემოკრატიული სასმელი კაცობრიობას არ მოუგონია. გამოვიცანი, ეს არის გულაში. ხური გულაში. ხო თქვი? რა ვთქვი მე, პურში იქნება მეთქი. მოდი აქ. ერთი შეხედე ხო არის ჩვეულებრივი პურუკა. ეხლა ნახე, მოუხადე. ტიმ ტირირი ტიტიტიტიტიტიტირირი. ედაო. დავახუროთ იქ შეინარჩუნოს. ესეც უნდა განახოთ. უტოპენეცი. გემრიელ რაღაცეებში დამხრჩვალი სარდელი. ავედით გულაშზე. წესი და რაღაცა არ ვიცი როგორ უნდა მიირთვას ჩეხმა ეს, მაგრამ მე გავაკეთებ მარტივად ქართულად გავძენძავ პურის თავსახურს და პირდაპირ შიგნით ჩავაბუჟბუჟებ. ბიჭო სადა ხართ ქართველებო ჩამოდით პრაღაში ჩემთან პატიჟებთ ძალიან მაგარი ჟადოსნობები აქვს ჩადენილი დამარინადებული ოვეჭველი საქონლის ხორცი რაღაცეებში იმიტომ რომ აი პირველ ჩაკბეჩაზე ხორცად აგემოვნებ და დაღეჭვის მერე ის შიგნით რაღაც სპეციები რაც იყო ისინი იხსნებათ და ანუ ის არის რა მაშხალაო და მთელი ეს ნაპერწკლები და ისინი გემოსი გეურება მადლობ. ეხლა ვექცევი ახლა ამ გულაშს, ჩეხურს, როგორც აჭარულ ხაჭაპურს. აბა გაიხსენეთ როგორ იჭმება აჭარული ხაჭაპური? იქ შიგნით კარგად რო შეაზავებ იქაურობას და კუთხეებიდან რო იწყებ მოტეხოს, ამოუწო. პრაჟიჩკა რა ყოფილა თურმე? მეტი ზუმი კიდე. ბიჭო, ჩეხი შეფსალული ლეოში. Aha. Dobrý den. Dobrý den. Გამარჯობა. Vítáme vás u nás v restauraci Staroměstská. Leoš. ანუ ლევანი ჩვენებურად. ესე იგი. ყავხო. მეორე კამერაც, პირველი კამერაც ყველანი. ეს გახლავთ ჩვენი Staromestka vzarეული ლევანი. Dneska jsme vám připravili tradiční svíčkovou. Svíčkovo. Tato svíčková se podává u nás v Čechách jako tradiční pokrm, který se podává na svatbách, na různých dnech narozenin. Je to sváteční jídlo, který nechybí nikde na stole, když je nějaký prázdnik. Ano, ეს არის კომბინაცია თხლად დაჭრილი საქონლის ხორცის და კლასიკური ჩეხური, ანუ მისაყოლებელი პურის მაგივრად კნედლიკები ქვია, აი ეს თეთრები რო არის. და ამ კერძის ისტორია დაიწყო პრაღის ცენტრიდან, სტარომესტკადან. სტარომესტკას ეს რესტორანი მის საპატივცემულოდ ქვია და აი სტარომესტკაზე გაჩენილი ესეთი გემრიელი კერძი. გიკი მოც. გამახსენდა. გიკი მოც, ანუ არის დიდი მადლობა. სვიჩკოვა. და ეს კნედლიკები რამდენი კნედლიკი გამისინჯავს პრაღაში, იმდენი აი აღარ გავაგრძელებ.
ბიჭო რა მაგარი ხორცუკაა. დაგთანხმებით, პირდაპირ განახეთ, როგორ გზარდება დღეს. კეთილი. ხედავთ? მთელი ამბები დაგემოვნება ერთი, მაგრამ მასტერ-კლასიც კი გველოდება სტარომესტკაში მოსულებს. Гадмовинацрот, ესე იგი, мастер-классе. Так, my jsme vám připravili dneska na masterclass tradiční české halušky s klobásama a s anglickou slaninou. ნამდვილი ტრადიციული ჩეხური ჰალუშკები ძეხვით და ბეკონით, ინგლისური ბეკონით. ხახვი სიყვარულდება, карамелизирდება. Dále jsme si připravili už dopředu před smaženou klobásu s anglickou slaninou. Anglickou slaninou, ano, ისა ინგლისური ბეკონი და cibuli nesmíme dělat moc tmavou, aby nebylo hořký. და მონადირული ძეხვი, ჩვენ ახუტნიჩი, ხო, მონადირული ძეხვი. ნახეთ. Máme rádi klasický český zelí. U vás v Gruzii to je komposto, čechuri komposto. Kartolat. Přidáme. Čechuri komposto. A jako poslední dodáme klasický český halušky. Es klasikuri čechuri halušky. Zadari. Vše je možno udělat jen pár minut. Takže prosím. Nadloba, tiki moc. Děkujeme. მე მიხდება საქართველოში. ესეც განსაკუთრებული სტარომესტკული რეცეპტით არის მომზადებული. ქართული კომბოსტო. მეოშმაც რო იცის დაჟე ქართულად. როგორ უხდება? ვიზუალში. ინტერიერიც იგულისხმება. კერძების გაფორმებას, დრესინგს, იქ რაღაცა, აბადელია, აერში ასროლილი, წეხვები და ამბები და ცეცხლმოკიდებული და ფეიერვერკები და ახალი წელი. ათიკულა. გემოზე ალბათ თქვენ შემოტყობდით, რომ აღფრთოვანებული იყავი ყველა კერძით, ჰალუშკები განსაკუთრებულად, ეხლა შემზარეულისგან პირადად საკუთარი ხელით. დესერტს ხომ არინებთ რაიმერის შემოგთავაზოთ? თქვენი სურვილით, ანუ თქვენ რასაც მირჩევთ, ლივანს. ლივანს. რაზეც ვლაპარაკობდი გემოებში. ჩამოთვალოთ იძე. 1, 2, ის 3 ჰალუშკები 4, რატომღაც რომ დესერტი იყოს უგემური. 5, ანუ 50 ქულა გამოვწერე 10 ქულა. საერთოდ საუბარი აღარ არის იმ თემაზე, როგორი მომსახურება იყო. რაც მე ხშირად აღმინიშნავ სხვა გადაცემებში, თეფშის გამოცვლა, ჰოპა, ესა, ჰოპა, ეს ლუდის დასხმა, ჩეხური ტრადიცია, რომ царელი კათხა 2 წამზე მეტი არ მდგარა. ამაშიც 10 ქულა. ანგარიში თუ შეიძლება უკაცრავად. ლივანცე. და ანგარიშიც გახდება აქ. 80 ლარი 64 თეთრი. 1, 2, 3, 4, 5 დასახელების კერძი გავსიჭე. გასაოცარი გემოს ჩეხური ლუდი მივირთი. და ეს ყველაფერი, ეს ამბავი და ოჰოჰოია 80 ლარი. რესტორან სტარომესტკას უსურვებ კეთილ სტუმარს, უსურვებ დავლოც, ანუ დავლოცვა არ არის. ჩვენ ძმაკაც ლეოშს უსურვებ ასეთი გემრიელი კერძების მზადებას 100 წელი და კიდე მეტი თხანი და თქვენ კიდე გისურვებთ, რომ
ხშირად ქონოდეთ შესაძლებლობა და საშუალება რათა მოხვიდეთ ესეთ კარგ რესტორანში, როგორც ტარომეს თქვა და გასინჯოთ და აგემონოთ უგემრიელესი ჩეხური კერძები. ნასხლედანო